საღამო მშვიდობის პატივცემულო ტელე და YouTube მაყურებლებო. გადაცემაში გახსოვს არაერთი ლეგენდარული სპორტსმენი გავიხსენეთ. არა სპორტულ თემებსაც შევეხეთ. იქნებოდა ეს ომის შემდგომი თბილისი, ყველასთვის საყვარელი ნოდარ დუმბაძე თუ სხვა თემები. სტუმრად ყავდა მოწვეული ლეგენდარული სპორტსმენები, მათი ოჯახის წევრები. ვისაუბრეთ სპორტის სხვადასხვა სახეობებზე. და დღემდე არ გვისაუბრია წყალბურთს. არადა მადლობა ღმერთს, სალაპარაკო და გასახსენებელი აქაც ძალიან ბევრი გვაქვს. როდესაც წყალბურთს ვახსენებთ, სპორტის სტაჟიანი გულშემატკივარი დამეთანხმება, რომ უპირველეს ყოვლისა პეტრე მშვენიერაძის სახელი ამოტივტივდება გონებაში. არც არის გასაკვირი. თუ კალათბურთის დროს ოთარ კორქია, ჯორჯიკია, ფეხბურთი პაიჭაძე, ჯეჯელავა, ხელბურთი ცერცვაძე, ჭადრაკი ნონა, ძლეოსნობა სანეევი, აი ამ დონის სპორტსმენი იყო ბატონი პეტრე. ბატონ პეტრეზე სასაუბროთ კი ცნობილი ქართველი, 8 წელმოსილი, ვეტერანი წყალბურთელები, ბატონები მურთაზ გულედანი და ბატონი ბოვა ისელიძე მოიწვიეთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. ბატონებო, ისე მშვენივრად გამოიყურებით, ისე ახალგაზრდულ და სპორტულ ფორმაში ხართ, რომ აი ვეტერანიო, რომ თქვი, ცოტა არ იყოს დაუფიქრდი, რაღაც ხო არ მეშლება მეთქი და რა არის ხო არ აპირებთ სპორტში დაბრუნებას. აი 80-ზე გადავცილდები ცოტა ხანში. მურთაზი დაიწყო. მურთაზი გადაცილდები. როდესაც 80 წელს გავხდი, აქ იყო ჩამოსული ყაზახეთის ნაკრები. ვისი? ყაზახეთის ნაკრები, რომელიც უძლიერესი იყო თავის შემოდგომაზე, 3 ოლიმპიური ჩემპიონი თამაშობდა მესამეში. თხოვეს ბიჭებმა და მე ჩავედი და ერთი პერიოდი ვიყავი თამაში. ვიყავი თუ ამას თამაში ქვია. კარებში ვიდექე თუ კარებში ვიდექე. თქვენ პოზიცია. ასე აბსოლუტურად გაუგნებული, გეგონებად პირველად ვიყავი წყალში ჩასული. ერთი პერიოდი გავძელი და ეს ასწავლე 80 წელი. მის შემდეგ 2 წელი გავიდა. ბატონებო, გადაცემა პეტრე მშვენიერაძეს ეძღვნება, მაგრამ მეტისმეტად უბირი უნდა იყოს ჟურნალისტი, რომ თქვენ აგბრძანდებით და თქვენ სპორტულ არ ვისარგებლოთ შემთხვევით. არ ვისაუბროთ შემთხვევით. ამიტომ პირველ შეკითხვას აგერ ბატონ გოჩას დავუდგეთ. ცნობილია, რომ როგორც ბატონმა მურთაზმა, ასე ბატონმა კალათბურთით დაიწყეთ, ხო? თქვენი როგორც ვიცი, სკოლის პერიოდში წვრთნელი იყო მიშა კეკელიძე, თქვენი სულიკო თორთლაძე. ზურაბ საკანდელიძესთან ერთადაც მოგიწიათ თამაში. ვარჯიში, ხო. და თქვენ როგორც მახსოვს, ლევან ჭყიგვაძე და თამაშ ჭიხლაძე მე-60 სკოლაში იყვნენ ორივე. უცებ შეიქმნა ჩამოყალიბდეს ქალაქის ჩემპიონატი ტარდებოდა სკოლებს შორის. და მე როგორც წარმაღალი თითქმის ამ სიმაღლე ვიყავი მე-9-10 კლასში და ქალაქის პირველობაზე ჩემპიონები გავხდით. და მაშინ მიშა კეკელიძემ თამაზი სთხოვა ჭიხლაძეს და ლევანს. ჭყიგვაძეს, რომ იაროსო რა ვამაცო. და დავიწყეთ რამოდენიმე ვარჯიში ერთად ვივარჯიშეთ. მე არ დადაგები დაიწყო სკოლის ზაფხული იყო. არ დადაგების მერე საცურაო აუზი შევიპარე. არ ვიღებდნენ, ისე ადვილი არ იყო იქ შესულა. ხო, თან მაშინ უკვე ვიყავი 14 წლის თითქმის. და 14 წლის მოცურავები უკვე ცურავდნენ პირველ თან რიგის და უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ და მე არ ვიცოდი, ცურა ვიცოდი ჭუმპალაობა. ერთხელ შევიპარე გამომაგდეს, მეორეჯერ შევიპარე გამომაგდეს და
აი მეორეჯერ რო გავამაგდეს, ფარნაბიშვილი იყო ესეთი ვავა. მსნელი იყო, არაჩვეულებრივი მსნელი იყო, რომელიც თავის შეგირდებს პირდაპირ დინამოში უშვებდა, ის ავსებდა თავის მოსავლეებით დინამოს იმ პერიოდში. და აი შემთხვევით ამიყვანა იქ დამინახა რა არისო ჩამოგტირისო. აი ესე ამეთქი მეუთხარი მინდა შევიდე არ მიღებენ მეთქი და დავიწყეთ და საერთაშორის ძალიან ინტენსიური ვარჯიში დამიწყო. არ ვიცი რა დაინახა რაღაც შენიშნა ჩემში თუ რაღაცა ძალიან სერიოზულად დაიწყო ყველას ვარჯიში მარტო ჩემი არა მაგრამ ძალიან სერიოზული დატვირთვა და სერიოზული დატვირთვით მალე ამოვქაჩე და გადაწყვიტა რომ დავეტოვებინე ცურვაში იმიტომ რომ მე როგორც მივხვდი ახლა არ უნდა რომ დავეტოვებინე დინამოში გადასვლა უკვე 15-ზე ცოტა მეტის ვიყავი რომ გვახარია მოინდომა და არ გინდაო რა გინდაო შენ და მაცურავებდა დისტანციას მაცურავებდა და ერთხელაც 1500 მეტრზე გამიშვა ერთხელ ვიცურავი 1500 მეორეჯერ რომ გამიშვა მომბეზდა ეს 1500 ხო და 800 მეტრზე ამოვედი მე ვთხარ ფეხი გამიკვანძა აღარ მინდა მეთქი ძეო მეთქი და გაგიჟდა რა მივხვდა რომ ხო და მე მეც გავგიჟდი და მე ვთხარი მე მოვედი წყალბურთისთვის მეთქი და შენ მაცურავებ მეთქი აღარ მოვა საერთოდ მეთქი და მე წავიდა დათმობაზე და გადავედი აი სკოლას ვამთავრებდი რომ დინამოში ამიყვანეს. ხო და მიშა კეკელიძემ პატრონმა მიშა კეკელიძემ ჩიხაძეს დაავალა თამაზის რომ მოიყვანეო სად არის რატო არ დადესო და თამაზ უთხარი გაგიჟდი ძლივს მივაგენი ჩემს სახეობას მეთქი წელი აღარ ფანატიკურად მიყვარდა წყალი არ ვიცი და აი ბავშვობიდან მე და ჩემი კალაბურთან კავშირი საოცარი იყო ბატონ სულიკო თორთაძესთან მოვხდი ეს იყო ფენომენი მე ვიტყვი ადამიანი რომელიც არ მხოლოდ მწვრთნელი იყო მთელი ქუთაისი და თბილისის ბოჰემა მასთან იკრიბებოდა ამან შესაძლოა ცოტა პოეზია ეს მაგრამ მისმა კალათბურთის ცოდნამ განმასვიფრა შემდეგ ამ ბოლო დროს ნახე NBA-ს მწვრთნელები ავარჯიშებდნენ ცენტრს და მოთამაშეებს რაღაც სავალდებულო რაც არის და მე ვნახე რომ კალათბურთი იმის შემდეგ რაც სულიკო ასწავლიდა წინ არ წასულა ამ ნაწილში. ორ კაცში გასვლა, ასეთი ბურთის დარტყმა და სანამდე ბურთი ავარდება, აიქიდან შემოbrunება სროლა და ის რა ქვია, იმით სროლა კაუჭით თუ რა დავარქვა აი ამას ასწავლიდა მაშინ და მეორე რა თქმა უნდა დამჭა რა მოსაგონებია ჩემი კალათბურთით ზორაბ საკანდელიძეთ 14-15 წელს რომელსაც სულ უკვე ხერხდებოდა ეს პასი აღარ მესმედა რომ მას ხონდა რეაქტიული აზროვნება და ინტუიცია მას შეეძლო გათვლა აბსოლუტურად რაღაც და ის წინ ასწრებდა სამი სულით ნებისმიერ მოთამაშეს და ის მას შეეძლო ისეთი პასი მიეცა რომ გაუგნებული გულზე ხვდებოდა ხელიდან უვარდებოდა მე და მან ეს არ იცოდა რაც უკვე იცოდა ზორაბ საკანდელიძე და ამ ორი საოცარი რაღაც დამხდა და მე რიონის პირზე დამინახა დიმიტრი ხოროვამ ამ უდიდესმა ადამიანმა მწვრთნელმა რომელსაც ქართული ქუთაისში საწყონსა სახეობის სპორტი მან ჩამოყალიბა და წყალბურთის სკოლა რომელიც მე მგონი სოფლიოში უძლიერესი სკოლაა ქართული წყალბურთის მეტად რომ სადაც გივიჩუქონაია წამოვიდა ოთარ მემინოშვილი წამოვიდა რეზო ჩომხიძე მიხაილ გეორგაძე და თუ შეიძლება მეც რომ მივეთვალო მათ იმედან აუცილებელიც არის ხო დიახ აი ეს იყო საოცარი ადამიანი და მან ნახა და მითხრა რომ იქ აუზიარდა ხომ არ მოხვალთო რო გავასწინე სკოლაში მოვიდა იქიდან წამიყვანა და როდესაც ჩავედი წყალში, ერთი კვირის შემდეგ იყო სპარტაკია და მოწვეულთა სპარტაკიადაც საქართველოს ნაკრებში მოხვდი როგორც ბეკარი. აი ესეთი. სხვადასხვა თუ როგორ მან განჭრედა ზოზოშვილი იყო ჩემი დედაშვილი და როდესაც რომელთანაც და ბებია ბაბუამ გავზარდა, რომ მიდიოდით ამ სპარტაკიადაზე მან თქვა ეს პატარა ბიჭი რომელიც ასე გიყურებს შეყვარებული თაური ვინმე ჩემი დედაშვილი მაგ ისე გუყურებს უნდა წამოიყვანო ესეთი და წამოვედი და 35 სკოლაში იქ ვიყავით დაბინავებული ამ სპარტაკიადაზე და ფეხბურთელები თამაშობდნენ
და ფეხბურთელების დინამო თამაშობდა და კაცი დააკდა და ვინო და რეზო გახდა პატარა გავხდარი გაწრებული 13 წლის ბიჭი გავიდა და იქ დაიწყო თამაში დაიწყო და დიმიტრი ხორავა კობლაშვილი იყო მაშინ ნაკრების წევრი უთხრა ამ პატარა ქერათმეებს უყურებ ხო მაგის საქართველოს ნაკრებში იმაში საფრთხე ნაკრებში ითამაშებსო თქვენ თავიდანვე მეკარე იყავით მაგარი მითხრა რომ ჯერ ვიცურავეთ სასწაული იყო რა თქმა უნდა საქართველოს ჩვენი ცორვა მაგრამ მითხრა რომ მეკარე გაცვიდა ჩვენიო და უნდა კარებში უნდა ჩაგაყენებოდეთ და ასე ჩავდექი კარში და ასე მოვხდი აბსოლუტურად არც ვაჟიშები მქონდა მანამდე ასე მოხდა რაღაც სპონტანურად ეს იყო საოცრება რომ გარდატეხვა მოახდინა ჩემ ცხოვრებაში აი ამ ადამიანმა და ვოვას ცხოვრებაში ვოვა ბარნაბიშვილმა და ყველა ვისაც გეტყვით ვისაც ვიხსენებ ცნობილმა მათიმაში მიიღეს მონაწილეობა აი რამ ხელ მართლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს წვნელს რამდენიმე გადაცემის წინ ბატონი კახიაშვილი ყავდა სტუმრად და გაიხსენა ანუ გრიგორო როგორ მევედიო საერთოდ არ ფიქრობდიო ძალოსნობა თანაც კლასში სუსტი ვიყავიო ძალიან თამაშობდი და ბავშვები ფეხბურთსო და თურმე ანუ გრიგორო რანაც იყო და გვეყურებდაო და რო დავამთავრეთ თამაშიო რაღაცა დამეძახავ და მოდიო შენო და მოკლედ წამიყვანა ძალოსნობაზეო მე ვკითხე რომ რატომ მეო რაში რის მიხედვით შემარჩიო ძალა მე არ მქონდა არაფერიო და აიო რატო და როგორ ყურებდიო აი ეს მთელი თამაში იდექი ეს არაფერს არ აკეთებდიო თორე ბურთს როგორც მიიღებდიო ერთს მოატყუებდი მეორეს მოატყუებდიო შეაგდებდი გოლს და მე ისევე ესე ვიყავიო და თეთრებადი ხასიათი აღმოჩნდა აი მივხვდიო მაშინ რომ შენ აი კონკრეტულ მომენტში როცა საჭიროა ძალების სრული მობილიზება შეგიძლიაო და მე უცებ განტვირთვა შეგიძლია რომ რაც აუცილებელია აი რა არის მას დაგვირგვინე თუ არა დიდი მნიშვნელობა აქვს ნელს ბატონებო ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან სპორტსმენების გადაბირება სულ ცდილობდნენ ხოლმე რუსი ჩინოვნიკები არც იყო გასაკვირი და ხშირად ხდებოდა ეს ნუ მეტნაკლებად ხდებოდა ხოლმე ესა მაგრამ როგორც ვთქვით ქორქიას გადაყვანა უნდა 4 ქორქიასი 4 ოთახიან ბინას აძლევდნენ ნევსკიზზე ფეხბურთელები უამრავი ზოგი გადადიოდა ნუ ძალიან ცოტა რაოდენობა თუ წასულა და აი ეს ემიგრანტების რაოდენობა რუსეთში აი წყალბურთში საკმაოდ დიდი იყო თან რა წყალბურთელების და რითი იყო ეს გამოწვეული სიმართლე გითხრათ მე მგონია ჩემი ვარაუდით იმ პერიოდში როდესაც პეტრე გამოჩნდა მშვენიერაძე თბილისში დონე წყალბურთის არ იყო საბჭოთა კავშირის დონესთან შედარებით ნორმალური ამიტომ ესეთი ტალანტი როგორც პეტრე იყო ალბათ აქ ვერ დაიწყებდა თამაშს არ იყო სრულყოფილი გუნდი და გადავიდა მოსკოვის დინამოში დაემთხვა ალბათ ისიც რომ მას მიყვა ვინც იყო ცოტა ტალანტი იქ გადავიდა ნოდარ გვახარია იქ იყო ხარებოვი ჟურა მეკარე მე ზურაბ ჩაჩავა იყო როსტომელი მე საჯი იყო არა მე საჯი იყო საერთაშორისო ტრადიცია იყო მე პირველად ჩამოვედი ქარიშხალაში თამაშობდი 15 წელს ვიყავი მაშინ თბილისში გადმომიყვანას ზუსტად ვედი რომ ზურაბ ჩაჩავა იყო ჩვენი მწვრთნელი ზურაბ ჩაჩავა ეს ქარიშხალა აკლასში გადასასვლელი თამაში გვათამაშა კიევში და იქ არ გაგვიშვეს რა თქმა უნდა ყველანაირად დავჩაგრეს თორე სადაც თბილისის დინამო იქ გადადიოდა ასე ქვია ქარიშხალა შემდეგ ქარიშხალამ მოიგო საკავშირო პროკავშირების თასი და იქ ხო ეს იყო უძლიერესი ტურნირი ჩემპიონები გავხდით და სპორტის ოსტატის წოდება მაშინ მოგონიძეს 16 წლის ვიყავი და შემდგომ მან ქალთა წყალბურთს ჩაუდგა და ქართველი ჩემპიონები გახდა
საბჭოთა ჩემპიონები, პირველი საბჭოთა ჩემპიონები ქალთა გუნდია. შემდეგ მინიწყალბურთს მოკიდა ხელი და იქაც ძალიან დიდი წარმატებები ჰქონდა. თქვენ როგორ გაიხსენებთ დინამოში პირველ პერიოდს? თქვენ გითქვამთ, რომ აი გივიჩი ქვენაია დამეხმარა ძალიან, ემადლიერებოდი და აი თვითონ ეს გუნდი როგორ შეხვდათ და რას გაიხსენებთ? 65 წელი იყო სკოლას მომთავრებდი, რომ ამიყვანეს თბილისის დინამო მაშინ იყო ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ გივი არ თამაშობდა, იმიტომ რომ დისკვალიფიკაცია ჰქონდა თვალსწრები ჯერ და არ იყო ლერი და გივი აკდა. მაგრამ იყო მიმინოშვილი, იყო მურთაზი, აგერ რეზოვჩიგავა. მოკლედ დაგვხდა ისეთი კოლექტივი, ვინც ყველანაირად ხელი შემიწყოს თავიდანვე ამ ხელა გუნდში ცოტა რთული იყო თამაშთან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. ისეთი გუნდები იყო, ისეთი მოთამაშეები იყვნენ, რომ კინაღა მორალურად გამტეხეს პირველი პერიოდი იყო, აი მახსოვს. ისეთი შეცდომა დაუშვი, ნოდარ გვახარია იყო მაშინ მწვრთნელი, რომ გამიკეთეს შემავიწროვეს და გავიდან ერთ-ერთზე და ბურთი გაიტანეს და კინაღამ გავუგიშნა, ჩემგან გაიტანეს. დამასვენა ნოდარი. და ეს ჩემთვის იყო ძალიან ისეთი, აი შეურაცხყოფა. ამ უტრუკებთან როგორ ვითამაშებ, ვერ შეძლებ მეთქი ალბათ. ასაკიც არ მქონდა დიდი და. გავიდა პერიოდი ერთი თამაში, ორი თამაში და არ ველოდები რომ დამიზახებენ და უცებ მეძახის ჯიმი იყო თორთლაძე ჩვენთან კიდე წყალბურთელი, გაზემაში ვარ. საჭყუმბალოებში თუ რა ქვია დუშებში და შხაპს ვიღებ და გამოდიო ეძახისო სადახარო კაცო ეძებსო ნოდარიო და უცებ გავარდი დამაყენა და ორი ბურთი გავიტანე. და ეს გარდატეხა მოხდა უკვე ფსიქოლოგიური ცემში და უკვე უფრო თამამი გავხდი და რა თქმა უნდა ბევრი რაღაცები არ ვიცოდი, მაგრამ ფიზიკურად უკვე შემეძლო ცურვა, კარგი მქონდა გამძლეობა, კარგი მქონდა დარტყმაც არ აუშავდა. მერე გივი რო გამოვიდა და ცოტა ვნახა მასწავლა ისეთი დეტალები, რაც აუცილებელი იყო, რომ ვიღაც ესწავლებინა. რა იყო იმ პერიოდის აი შოვინისტური მიდგომა, რომ ერთი ქართველი იყო მედალი უნდა აიღო ოლიმპიადაზე, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ მოსკოვში ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრები იმდენად ძლიერი იყო, გახდებოდა ოლიმპიური ჩემპიონი. და წინა დღეს უთხრეს როგორი იყო ამის ყველა თამაში ითამაშა, ყველაზე იყო საბჭოთა კავშირის ყველა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი იყო იმ პერიოდში. და ეს თავზარდაცემი რაღაცა იყო, რომ ვოვა და ვიღა ვეისმანი იყო, ვიღაც ეს შეიყვანეს. რისმანი კი მახსოვს. რისმანი რამნიშნულობა აქვს მის გვარს არც არავის ახსოვს, არც არავინ იცის. და ეს ადამიანი, რომელიც იმ პერიოდის უძლიერესი წყალბურთელი იყო მსოფლიოში, ყველა დიდ საერთაშორისო ტურნირზე ეს იღებდა პრიზს. ყველა სპარტაკიადაზე 15-16 ბურთზე ნაკლები არ გაქონდა. ხშირად ბომბარდერიც ხდებოდა. ფენომენალური მაშინ არ იყო იმდენი გოლები, ეხლა რო არის, ეხლა ბევრი გოლები. ეს იყო მაშინ ნაკრდახები შეთანხმებული ზედამასთან, რომ ჩემპიონები მაინც ხდებით და ეხლა მაგ ქართველები კიდე. იმიტომ მანამდე ყველა ოლიმპიური მედალი რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირის 3 ქართველი ყოველთვის თამაშობდა. წარმოგიდგენიათ 7 კაციდან 3 ქართველი იყო. ყველა ოლიმპიურ თამაშებზე. სიდნეი, რომი, მეხიკოში არ იყო, 3 არ იყო მეხიკოში. მეხიკოში ვინ იყო? ქართველი მარტო გივი იყო. გივი იყო ჩიქონაია. მაგრამ შემოგავთ. მონრეალში მე და ნუგზარი ვიყავით ჩვენერად. ახალგაზრდულ ნაკრებში მე მგონი ბლუმენტალმა აგიყვანა თქვენ. კი. საგავში და აი ეს კიდე არც თუ ისე სასიამოვნო შეხებაც კიდე კიშინევში სკოკი იყო. როგორ იყო ერთი ზაბა? მოკლედ თუდად მოიქცა სკოკი, ჩვენ ვიყავით ესე იგი. თან მაყურებელმა რო იცის ვინ იყო ამ დროს სკოკი? სკოკი იყო იმ დროს წამყვანი ცენტრალური თავდამსხმელი, არაჩვეულებრივი წყალბურთელი დინამო მოსკოვის და ბლუმენტალის ლუბიმჩიკი. ესე რო ეძახდნენ, ლუბიმჩიკი იყო და მოკლედ ფეხბურთზე ვართ. დინამო მინსკი კიშინევს ეთამაშება თასზე. და მოგვივიდა იქ შეგამოთება. ცუდად მოიქცა ძალიან და მე არ ვაპატე, მე ვთხარი დამთავრდება თამაში. ეროვნებაზე გადავიდა, ეს არ ამბობს ახლა.
ხო და უნდა ვიჩხუბოთ მეთქი და მოკლედ და თქვენზე დიდი იყო ესე. კი 4 წელს უბრალოდ იყო. ისე თითქოს 2 მეტრი იყო სკოპი. ხო მოკლედ მოხდა ის რომ ვეღარ მოვითმინე და დავარტყი და ამ დარტყმამ მეტყობა შემდეგ იმაზე იმოქმედა ეს იყო მექსიკის ოლიმპიადის წინ და მიუნხენზე საერთოდ 4 წელი არ გამაკარა ნაკრებს პრომეტალმა. ხო და ის კი წაიყვანა, ახლა ისმა წაიყვანა. მე მაშინ მექსიკაზე არც პრეტენზია არ მქონდა, იმიტომ რომ ახალგაზრდა ვიყავი და იქ ისეთი შემადგენლობა იყო ძალიან ძლიერი. მეორე ადგილზე გავიდნენ. იუგოსლავია გახდა ჩემპიონი მაშინ. ბოლოს ერთი ოლიმპიური მედალი აქვს დაკარგული, როგორც მინიმუმი და კიდევ ერთი მედალი, ოლიმპიური მედალი კიდევ და ქართველებს გვექნებოდა 14 ოლიმპიური მედალი მოპოვებული ოლიმპიადას. იცი თქვენ 80 წელსაც ხო უნდა ყოფილიყავით. 80 წელში აი აქ რო ტარდებოდა საერთაშორისო ტურნირი. 19 წლის სპარტაკიადაზე. აი მაშინ ახლა წარმოიდგინეთ რა 80 წელში პაპოვი არის თავარი მსვლელი, სკოკი არის მეორე მსვლელი. ორივესთან კარგი ურთიერთობა. ხო, იმიტომ რომ ახლა პაპოვთან რა მოხდა არის უნივერსიადა, მსოფლიო უნივერსიადა და უნივერსიადის ნაკრები ვარ ჩასული სირაკუზაში. და ტურნირია უნივერსიადამდე იტალიაში ტარდებოდა ეს 70-ში. უნივერსიადა ტარდებოდა იქ ტურინში. ეს სირაკუზის ტურნირი მოვიგეთ და გადაწყვიტეს ხმელთაშუა ზღვაში ვეთამაშა კიდე დამატებით შემდეგ დღეს. ხმელთაშუა ზღვა არის საშინელი მარილიანი და ერთი ტაიმი რო ვითამაშეთ, უკვე თვალები ქონდა ეს რა. ვერ ხედავდი წესერად და მეორე ტაიმის ბოლოს უკვე მართლა მტკიოდა თვალები და დავიძახე ბარის ტიკეტიჩი ზამინი მეთქი აღვერევა და მოვარდა და შემაგინა რა. კი არ შემაგინა თურმე რა ხო იცი რო იცი და მე კიდე სამჯერ მეტი შევაგინა. კი მეთქი რა. ხო და მოკლედ ეს ნაგინები მყავდა, ის ნაცები მყავდა და მოსკოვში რო ჩამოვიდნენ 80-ში. მოვიდა და მითხრა რომ ხო რა იყო ნაკრები თამაშობდა ტურნირებს, 3 ტურნირი ითამაშეს და 3-ვე ცუდად თამაშეს. ერთი მე-4, მეორე მე-3 ზევით ვერ ავიდნენ და პანიკაში იყო პაპოვი და დამიძახა ამ ტურნირის წინ და მითხრა რომ вот ты должен мне помочь. უნდა დამეხმაროო რა, იმიტომ რომ ვიჭირსო რა და მინდა რომ ხო ხარო ფორმაში. მე ვთხარი ამ ტურნირის ფორმაში ვარ მეთქი, მაგრამ ნაკრების დონეზე უკვე მთელი ციკლი გავლილი მეთქი და 2 თვეც არ დარჩა ოლიმპიადამდე მეთქი და მე ვთქვი თუ თავიმსახურებ შვიდეუს მაძლევ შანსს რომ ვითამაშო მეთქი. დაფიქრდა რა, არ მითხრა პასუხი. მეორე დღეს კიდე დამიძახა რა და კაიო გაძლევო და დავარო, ახლა მოემზადეო და ეს ტურნირი მოვიგეთ, ვითამაშე მაშინ ნაკრებში. მე კიევში იყო დიდი ტურნირი, ისიც მოვიგეთ. შვიდეულში ვარ რა და ნოდარ გვახარი არის მაყურებელი აქედან. რომ ნაკრებში უზრუნველყოფა უნდა გამიკეთოს, რომ რამე არ მოხდეს. მე მოსკოვში იყო ტურნირი და უკვე ოლიმპიადის სოფელში შესვლამდე კვირა იყო დარჩენილი. და სასტა შემადგენლობა გამოაცხადა ის მოსკოვის ტურნირზე სპეციალურად არ დამაყენა თავიდან და მაყენებდა მე-3 ტაიმის ბოლოს, მე-4 ტაიმის 1 წუთს და თამაში ვერ აჩვენებ, ისე გააკეთა. გამოაცხადა ხო და იმ ტურნირზე აი ვინც წაიყვანა რისმანს მოგთო თვალში თითი და გაეხა სკლერა 12 ნაკერი დაადეს თვალზე. ხო და ეხლა 12 ნაკერი 10 დღეში და 2 კვირაში არ რჩება. ალბათ რაღაც ისეთი უნიშნელო თამაში 1 წუთი ჩაუსვა ბოლო თამაშებში რომ დაიფიქსირებინათ რომ მიიღო მონაწილეობა. და ჩემი გვარი რო არ გამოაცხადა ეს გამომხედეს. ყველა მოდრელდა ჩემსკენ და მე დამექნა, დავდამექნა. და არაფერი გავჩვენდი და დამოვედი რა. და გახდნენ ჩემპიონები ოლიმპიური. ესე იგი რა მოხდა მე? გოდმა მოითხოვა რომ ოვესელის დამსახურება არის უზარმაზარი და მივცეთ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. ყველა დებულების დარღვევით. ხო, არ შეიძლება, ესე იგი უნდა იყო ან სოფლიო ჩემპიონი ორჯერ, ან ოლიმპიური ჩემპიონი ან რაღაც რომ ეს საკითხი დადგეს და მაშინ გივიჩი ქონა ეს არ იყო დამსახურებული და ლერიც არ არის დამსახურებული. და მომანიძეს 91 წელს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება ეს მე მგონი ეგეთი რამე არ არის გამონაკლისია რა. ანუ ნონსენსი იყო. სამაგეროთ ოქროს მედალი დამაკარგინეს ოლიმპიადის. თქვენთან მექნება
როგორ გაიხსენებთ 67 წლის სპარტაკიადას, როცა ჩვენ პრიზიორები გავხდით. და მე თქვენთან მექნება 79 სპარტაკიადა. 67 წლის სპარტაკიადა ძალიან რთული თამაშები ჰქონდა. მოგვიწია აი ვინც ჩვენ ქვეშ ჯგუფში იყო და გუნდებთან ორთაბრძოლა და ყველაზე რომელიც ის იყო გამოდიოდა მოსკოვის მოსკოვის გუნდი და გამოდიოდა რუსეთის ნაკრები კიდევ ცალკე იყო რუსეთის RSFSR ეს გუნდი გამოდიოდა რომელიც იქ არანაკლებ წყალბურთელებით იყო დაკომპლექტებული და რომელთანაც ბოლო შეხვედრა ჩვენ მოგვიწია და ლერი გოგოლაძე და მე ვიყავით იმ ტურნირზე მეკარეები. ბოლო თამაში რომელიც წყვეტდა ჩვენ მედლების ამბავს მე მომიწია კარში დგომა იმ დროს. და ჩვენ მოვუგეთ 4-3 ამ გუნდს და მოვიპოვეთ ეს სამოყვარი საბჭოთა იმპერიაში რომ ქართველებს არ უნდა გაწაჭანებულიყო ეს მედალი მოვიპოვეთ და სხვა შორის ოთარ მემინოშვილის დამსახურება რომელსაც ჩვენ ფრი არ ყოფნი და ეს ჩამოწოდებული ბურთი რომ მას უნდა ემუშავებინა ვერ გაიტანდა და მან წამოსული ბურთი პირდაპირ ჰაერიდან გადაუშვა კარში და ამით დავაგვირგვინეთ და დროც არ იყო თორე რომ კაც გავგვიგებდნენ აუცილებლად. დრო არ ეყოთ რომ ჩვენ ეს იყო ძალიან დიდი ჩვენი გამარჯვება და არ გამავიწყდებათ შხაპებში როდესაც შევედით ბოლოს შევედით და ეს მედალიც ჩემი წაღებულია და ქუთაისის მუზეუმში მე არ მივიტანია ჩვენთან მოსულა ჟურნალისტი და ბებია ჩემო რაც მედლები მქონდა აუღია და იქ არის ქუთაისის მუზეუმში თქვენ 79 წლის სპარტაკიადაზე რასაც თქვით მართლა ძალიან მაგარია ეს რაღაც 79 წლის სპარტაკიადა იყო მოსკოვის ოლიმპიადის წინა და მოწვეული იყო ამ ტურნირის გასაძლიერებლად იუგოსლავიის ნაკრები, ავსტრალიის ნაკრები, რუმინეთის ნაკრები, ესპანეთიც იყო. ესპანეთის ნაკრები, აი ეს 4 არა, უნგრეთი არ იყო. 4 გუნდი იყო და დანარჩენი საბჭოთა კავშირიდან მინი ოლიმპიადა იყო, ასე რომ ვთქვა. მინი ოლიმპიადა იყო. არ გვეპარება. ჩვენი გუნდის ჩვენ რო ჩავედით ცოტა ადრე მოსკოვში ვეთამაშეთ RSFSR-ის ნაკრებს, ანუ რუსეთის ნაკრებს. იყო მოსკოვის ნაკრები და იყო რუსეთის ნაკრები. და ლენინგრადი კიდე ცალკე. ლენინგრადი ჩვენთან არ იყო. ლენინგრადი ჩვენ დროს უკვე და ეს იყო. ლენინგრადის სამგზავრო სპარტაკიადაზე ცალკე იყო. ხო და ესე იგი რატო ყვები RSFSR-ს ვეთამაშეთ ამხანაგური თამაში პირველი მოვუგეთ 3-4 ბურთით. ხო და გაბრაზდნენ და მეორე დღესაც მოდი ხვალას ვითამაშოთ. დავიწყეთ პირველი ორი ტაიმი კიდე მოვუგეთ. და შეწყვიტა ორი ტაიმის მერე რომ არ ჩათვალა საჯეროდ მსვლელმა რომ არ ვიცი რატო. რომ არ ჩათვალა და შემდეგ სპარტაკიადაზეც არ მახსოვს მოვუგეთ თუ ნიჩე გვათამაშეს. მაგრამ ფაქტია რომ შემდეგ გამოვიდა ხმა რომ ყველას მსაჯებს ეუბნებოდნენ უცხოეთიდან მოწვეული მსაჯები იყო ძირითადად. რომ ძალიან უხეში გუნდია ძალიან ესეთი რა ძალიან ცუდი დახასიათებით რომ მსაჯები განეწყოთ ჩვენს საწინააღმდეგოდ. ეს ხმა მერე გამოვიდა. მოკლედ დავიწყეთ აი ესე ცოტა მძიმეთ, მაგრამ სტაბილურად მივდივართ წინ. ეს RSFSR-ს გადავუარეთ, უკრაინას ფრევე თამაშეთ, ესპანეთსაც ფრევე თამაშეთ. ესპანეთთან ესე იგი მაგრად ძალიან ცუდად ძალიან ცუდად გვათამაშა იმან მსაჯმა. აი ეს ხელი აწეული ვაგდებდი რა 4 ბურთი გაუტანე 6-6 დამთავრდა. აი ხელი აწეული მაგ პერეხოც მაძლევდნენ რა. რო გავიტანე 4, მერე პერეხოც მაძლევდნენ. ხო, მერე მქონდა გადამწყვეტი თამაში რუმინეთთან ნახევარფინალი. ხო, უკრაინასაც ნიჩე ვეთამაშეთ. რუმინეთი იყო გადამწყვეტი რა. რუმინეთს თუ უგებდით, უკვე ფინალში გავდიოდით და მოკლედ რუმინეთთან მივედი.
წავიყვანე გიორგი მშვენიერაძე და უთხარით რომ თქვენთვის სულ ერთია მოიგებთ თუ წააგებთ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ მოგვეცეთ აქ თამაში და ვარი თქვენ სასტიკი ეს ახლა მოსაყოლია თუ არ ვიცი მაგრამ ეგრე იყო რა ბიჭებმა მითხეს რომ მოდი რა მიდი რა უთხარი რა დაელაპარაკე დაველაპარაკე წამოვედი ნაწყენი მოვედი და ბიჭებო მე უთხარი აი რუმინეთმა ესე მოგვექცე უთხარი და ამათ უნდა დედა ვუტიროთ მეთქი რა და განვაწყე ბიჭები მაგრად გადავუარეთ რუმინეთს რა ესე მოვუგეთ ბიჭებმა ითამაშეს ყველა ვერ გამოვყოფი რურა მაგრა ითამაშა დოლიძე მაგრა ითამაშა ზომბულიძე მაგრა ითამაშა ნოდარიმ გადასარევად კორტანიძემ ნუ მეც რაღაცა ვქენიდა და მოგეთ 5 წამი მოვუგე და ფინალში ვართ რა ეხლა ნიუანსი იყო ისეთი რომ თუ ალბათის ყაზახეთის ნაკრები ავსტრალიასთან ნიჩიას ითამაშებდა ან წააგებდა ჩვენ გავდიოდით ფინალში სათამაშოდ იუგოსლავიასთან და იუგოსლავია მედლებს ვერ იღებდა მოგება წაგების შემთხვევაში ჩვენ ხდებოდით ოქროს მედალოსნები და თამაშს საჯობდა ზურაბ ჩაჩავა და ისე იმსაჯეს ორი მსაჯმა რომ მაინც მოგებინეს ყაზახეთს და ემოქრენი მეორე მსაჯის ხო იყო და უთხრეს რომ არ გაგახარებთ და არ უნდათ მოგება ყაზახებს იმიტომ რომ მაგათთვის უკვე სულ ერთი იყო და ეხლა რა მოხდა რატო იყო ეს ყაზახებმა მოუგეს იუგოსლავიის ნაკრებს და იუგოსლავიის ნაკრებმა პირველივე თამაში მოუგეს რუსებს მოსკოვის ნაკრებს ანუ თუ ყაზახები წააგებდნენ მაშინ იუგოსლავია გადიოდა ფინალში თუ მოიგებდნენ მოსკოვი გამოდიოდა და მოხდა ისე რომ მოსკოვი გამოიყვანეს და ჩვენ შევხვდით მოსკოვის ნაკრებს და მოსკოვის ნაკრებს ძალიან ძნელია მოსკოვში მოუგო ოლიმპიადის წინ და ეს ყველაფერი რაც ზორიკამ კი აგვიხსნა მე ზურაბ ჩაჩავამ რომ ოლიმპიადა იმიტომ ჩატარდა ეს სპარტაკიადა ამ დონეზე ოლიმპიადის დონეზე რომ გაისად მოსკოვში ტარდება ოლიმპიური თამაშები და ხა თქვენ რომ მოგეგოთ მოსკოვის ნაკრებისთვის გამოდის რომ ეს არაფერი არ ყოფილაო გაიგე და ამიტომ არ შეიძლებოდა თქვენი მოგებაო პოლიტიკაც არის რა აი ესეთი ის იყო მიდგომა და თამაშობთ ახლა მოსკოვის ნაკრებთან აქ ისე წავიდა ბურთი ბურთზე და ბოლო წუთია დარჩენილი 6-5 ვაგებთ და ერთ-ერთზე ვარ გასული ბურთი ავიღო და ჩავდო და უგინა ხელი დამიჭირა დამიჭირა გავუშვი ბურთს ხელი რომ პენალი მოეცა ბურთს გავუშვი ხელი არაფერი სასწვენიც არ მეცა ანუ ესე იგი ბოლო წუთი მაგაცია წაიღებდნენ და მთავრდებოდა 6-5 და მივხვდი რომ წავაგე და დაუწყე ამას გინება ამ საწ გამაგდეს რა თქმა უნდა და დამთავრდა ეს 6-5 დამთავრდა თორე შეიძლებოდა იქ პენალს გავიტანდი 6-6 დამთავრდებოდა მე დამატებითი დრო იქნებოდა ნუ რა იქნებოდა ღმერთმა იცის მაინც არ მოგვაგიბინებდნენ მაგრამ თამაში გამოვიდა რაღაც არაჩვეულებრივი ძალიან ისეთი ფინალი იყო თანაბარი რა ახლა მოსკოვის დინამო და მოსკოვის დინამო ჩვენი ნაკრები ხო ახლა შემადგენლობით ძალიან დიდი სხვაობა იყო იქ იყო ორი მშვენიერაძე და რა ვიცი ივანოვები და გრიშინები და ყველა მაგარები იყო იქ სულაკაძე იყო კიდე ქართველებიდან სულაკაძის მამა საინტერესო ის იყო სულაკაძის მამა იყო დავალებული ქონდა ამ საჯების მოვლა პატრონობა რომ საჯები განეწყო კარგად ხა ჩვენ რა ვიცით რა ხდება ხო ზაკულისამე და რომ გამომაგდეს თამაშიდან ამოვედნენ უკვე ვიცოდი რა ხდებოდა თუ შხაპებში ვდგევარ და გამოიარა სულაკაძის მამამ ვოვა პასრევლები მეუბნება გილოცავ რას მილოცავ მითხარ ისე გამწარებული როგორ მე რესხის მედლებია ცოტა კაცო რას ლაპარაკობ შენ დიდი მიღწევა იყო მაგრად თამაშეთ ყოჩაღო და შენ ვარიციო რა მოხდაო გუში მყავდაო ეს საჯები არ უნდა ყოფილიყვნენ შეცვალეს საჯები ბოლო დღეს და ესენი მე მყავდაო სახშიო ჩემ სახშიო იყონებით ქონდა სავსე კედლები და ეს უსხოლები რომ დაპატიჟა აქ იყო და უთხარო ესე ქონდა თვალებიო და მოგწონთო აი თამაში რომ დამთავრდებო მე რო თითოს გაჩუქებთო როგორ იმსაჯებთო მე მიყურებ ამას და მე თქვი შენი და გამწარებული თითოელი აღარ გავეკიდე გაიქცა ვასო სანაძე იყო უნდა ვახსენოთ ცხონებული მწნელი იყო და ბათუმში ჰქონდა შეკრება ბოლო შეკრება და ძალიან სერიოზული ვარჯიშები ჩაგვიტანა
ბატონო მურთაზ და ბატონო ვოვა ვლადიმერი დასაკეთოთ რა. თქვენ წლების განმავლობაში 10 წელზე მეტი იყავით გუნდის წევრებიც და შემდეგ იყავით წვრთნელებიც და აი რას გაიხსენებდით და რამდენად რომელი უფრო რთული იყო თამაში თუ წვრთნელობა? რო დავამთავრე 91-ში წყალბურთი გადავერთე ჩემს საქმიანობაზე და აღარ მქონდა იმის დრო რომ აქტიურად ყოფილიყავი წყალბურთში და ის მე აღარ ყოფილი ვარ. მე მთხოვეს რომ გინდა თუ არა დაიწყეო რა გუნდს ჭირდებაო არ არისო მსნელიო. მაშინ არც სახსრები მქონდა არც რა პირობებიც არ იყო წესიერი ხო? ხო და დავთავხდი. რა თქმა უნდა ურთულესია ახლა მე პროფესიონალი მსნელი უნდა იყოს ყველანაირად ესე იგი მზად რომ გუნდს მოუაროს. აქ ფსიქოლოგიაც არის, აქ მედიცინაც არის. საერთოდ სხვა პროფესია. ძალიან სერიოზული პროფესია და ესე ადვილად ახლა მე რომ ნათამაშები მქონდა რაც მქონდა გამოცდილება ის ჩავრთე ამ ვარჯიშებში. რო ჩავრთე ეს ვარჯიშებში საკმარისი არ აღმოჩნდა როგორც ვატყობ. იმიტომ რომ მე მინდოდა რომ გუნდი ყოფილიყო ისეთივე ძლიერი, ისეთივე მოძრავი, ისეთივე ამტანი როგორც მე ვფიქრობდი ჩემზე და ყველამ დაიწყო წუწუნი. მე ვთქვი როგორ? არა ჩვენ რომ მაგდენი არ შეგვიძლიაო. მე ვფიქრობდი. ხო და ნუ რაც შევძელით მე პაპოვიჩი მოიყვანეს. პაპოვიჩიც არ იყო დიდი გამოცდილი, მაგრამ ერთმანეთთან შერწყმით რაღაცა გაკეთდა. მაშინ გუნდი არაუშავდა ათამაშდა. მაგრამ ჩემპიონატზე გავხვედით პირველად. პირველად გავედით თურქეთს ყავდა 5 ხორვატი გუნდში. ჩვენც ყავდა 3 მოთამაშე, ხო? და 2014 იყო თვალწები რომ გავედით ევროპის ჩემპიონატის ფინალში. გავაგდეთ თურქეთის ნაკრები. თურქეთთან რომელმაც იმის მომზადებული რამე 3 მილიონი დახარჯეს ამის მოსამზადებლად გასულიყვნენ და ამ ნაკრებს 500 ლარიც არ ქონდა აქედან ეხლა მოდები. ხო და რამინდა რა ვთქვა მორთას იცი მოდის გიხდი რომ გაწყვეტინებ აი თურქეთში ქონდა ტურნირი სადაც იყო სლოვაკეთი, რუმინეთი და თურქეთის ნაკრები. აი მაშინ მოიყვანეს პაპოვიჩი, მაგრამ ეს გუნდი მანამდე იყო ჩემი მომზადებული. ეხლა მე ტაქტიკას და იმას იმდენ ყურადღებას არ ვაქცევდი, რასაც აი ცურვის გამძლეობა დაარტყმა და ეს ტექნიკა და ტაქტიკაზე იმდენად ნუ ჩვეულებრივად ვათამაშებდით ზედმეტ მოთამაშეს, ნაკლებ მოთამაშეს ამას, მაგრამ ზედმეტი ის არ ქონია თეორიულის. ყველას მოუგეთ იქ. თურქეთში მოუგეთ, რუმინეთს რა გაგიჟდნენ და არ ელოდნენ, გაიგეთ ჩვენს იმას ძალიან ესე მაგრად მოუგეთ. ახლა თქვი შენ სწორად ვამზადებდი თუ არა? არა, მე შედეგი ყველაფერზე მეტყველებს, მე ამას დავამატებ. ხო, მე ნუ პაპოვიჩი ახლა რატომ მოვიდა იქ უცხოელებრივი იყვნენ, მე უცხოენა არ ვიცი და ამიტომ თხოვეს რომ მოდი ამან იმასქნასო და მე კი მეთქი რა მნიშვნელობა თავარი გუნდს გამოადგეს მეთქი და ჩავიწიე და გაი დიდი ხანი ვიყავით და მე არ ვიცი ახლა პაპოვიჩი უკეთესი ვერ მოიყვანეს, მე რასაც უყურებ ამათ. ეხლა ევროპის ჩემპიონატზე ეს გუნდი ამ მსვლელით არ ვიცი. როგორი იყო ბატონი პეტრე აუზ მიღმა და რა დამოკიდებულება ქონდა ქართველ წყალბურთელებთან? თუ შეიძლება მაგაზე მე ორივეს ხოც და დრო გადის ადამიანებს უყვართ რაღაც სხვაზე რაღაცა პათეტიკა, კანდიდება, რაღაცა. აი რასაც გავკოცვით, აი ეს კანდიდება და ეს არ არის. ეს აბსოლუტურად როგორი გუნდში სადაც ეს თამაშობდა. ის იყო თლიანი გუნდი, ბოძი, რომელზეც იდგა ეს გუნდი. და მის მიმართ პატივისცემა და დამოკიდებულება მოთამაშეების იყო როგორც აი ღმერთისადმე ესე ეყრებოდნენ, როცა გაკო თამაშობდა და ის მას დამსახურებული ჰქონდა თავისი ცხოვრებით და დამოკიდებულებით სხვა მოთამაშეებთან. ეს ყოველთვის იყო მათთვის გვერდში მდგომი, ან მეგობარი, ან როგორც მამა და ჩემებს აძლევდა და ამ გუნდს ათამაშებდა. ქართველებისადმი უდიდესი სიყვარული ჰქონდა, რამე თუ ფაქტიურად გივი ჩიკვანაიად, ლერი გოგოლაძე და პეტრე მშვენიერაძე ერთი დიდი სამეული იყო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, აი ამ ხელხემალზე იდგა საბჭოთა წყალბურთი და მათი ყველა გამარჯვება. სადაც პეტრეს წამყვანი როლი ჰქონდა, რა თქმა უნდა, გივისთან და ლერისთან ერთად.
კაკოსი კიდევ რა შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი ფსიქოლოგი იყო. ახლა ვოვამ თქვა, რომ ვეთამაშებოდითო ჩვენ. ოთარ მიმინოშვილი აფრთხილებდა თურმე გივის გივი. არ გინდა კაკოსთან ურთიერთობა თამაშის წინ. ძალიან გთხოვ. გივი ემზადება და კაკო მოვა და გადახევს გივის ხელს. გივი ჩემი ბიჭი როგორ ახარ შენ გენაცვალე. დედა შენ წვენოლეთ. წვენელი რომელი? წვენოლეთ. გივი ჩიქვანაა. ჩიქვანა როცა თამაშობდნენ მის წინამდე ქონდა თამაშა თამაშის წინ ისოდო რომ გივი კბილები გლიზავდა ყველაფერზე. ესეურობა გივი შენს რომ მოგლო ისეთ პეტრე როგორ არის? დარიკო დედა შენი. მოიკითხავდა. მან აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა. ამ ადამიანმა იცოდა აბსოლუტურად ეს ცოდნა ხო ადამიანი თავისთავად არა არ იყო ეს განყენებული ადამიანი ის ყველაფერში იყო გათვეცნობიერებული. კაკო იმის გარეთ მოსკოვში იყო იმ დიდი მოსკოვის ელიტის ერთ-ერთი წევრი ფაქტიურად ეს ბალეტზე დადიოდა ყველა გამოჩენილ მსახიობს და იმას იცნობდა აბსოლუტურად ყველასთან ურთიერთობდა და ამასთან ერთად კაკოს დამოკიდებულად ბევრმა არ იცის კაკო იურისტი იყო. კაკო იურისტი იყო. როგორ თქვენ? კაკო იყო თინათინ წერეთელის მოწაფე აკადემიკოსის მეცხვდა ბედნიერება მასთან ერთად მუშაობა ინსტიტუტში აკადემიის ინსტიტუტში სამართლის და მან დაიცვა დისერტაცია თინას ხელმძღვანელობით ხანდაზმულობის ვადა სისხლის სამართალში. და შემდგომ როდესაც თამაში დაამთავრა ეს მისი დიდი თამაში როგორც ბუმბერაზმა წყალბურთელმა იყო საკავშირო შინაგან საქმეთა ორგანოების აკადემიის პროფესორი კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართალს. ბოვა დამთავრებულია სხვაშორის ამ აკადემიის. აი ესეთი ყველა სფეროში სადაც იყო ძალიან დიდი საინტერესოა ნამდვილად. ხო და წყალბურთის დროს ვთქვა რომ ხო იყო ცენტრები არა ბელარაიკი ცნობილი სპეციალისტი იყო იმ პერიოდის რომელმაც გამოუშვა წიგნი დაწერა გამოჩენილ წყალბურთელებზე და აი ამ რამოდენიმე წყალბურთელში რომელსაც მას აღწერილი ხართ კაკომ შენიერაძე მისი ცნობილი გარღვევა წმიდან ამოსვლა და დარტყმა აი მოძრაობაში ეს გადაღებულია კადრირებული და აი ამ ერთი სამგვერდზეა მისი ეს თავდასხმის მომენტი გადაღებული და სახელმძღვანელოა ბელარაიკის სახელმძღვანელო არის სახელმძღვანელო და ის მისი დახასიათება იქ არის რომ ეს არის უდიდესი ფიზიკური ძალის გონებრივი მონაცემების მოთამაშე ესე ამიტომ მე მაინც ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ ქართველებს საერთოდ აი გენეტიკურად ბევრ სპორტში, მაგრამ წყალბურთში აქვთ რაღაც განსაკუთრებული ნიჭი. აი, ბოლომ თქვა, არ ბევრი ტაქტიკა ჰქონდა, არაფერი, მაგრამ ინტუიცია, ალღო და იმის განჭრეტა თუ სად როგორ რა მოხდება ეს ამ ქართულ წყალბურთელებს ისაა და ეს მათ დაამტკიცეს სამთავროების ნაკრებში ხო ხედავთ ვოა არა იყვანას და როგორ მოხდებოდა დანარჩენები და თბილისის დინამოს ყავდა წყინვალე დასვი წყალბურთელების ნოდარ გვახარია სამთავროების ნაკრები როცა დანიშნა ცვლად თლიად თბილისის დინამო წაიყვანა კარტაშოვი დაიმატა მოსკოვის დინამოდან მხოლოდ კარტაშოვი და ორი კაცი და მოიგეს საერთაშორისო ტურნირი უნგრეთში მოუგეს ყველა უძლიერეს გუნდს იმ პერიოდში და საქართველოს გუნდი საქართველოს ნაკრები იყო ფაქტიურად იდგა იმასამე და უდიდესი ისა და შემდგომი პერიოდი როდესაც 20 წელიწადი არაფერი არ ხდებოდა საქართველოს წყალბურთში ორი მწვრთნელი სოსომაი სურაძე და ბორის მეგედი ავარჯიშებდა სულ 30 კაცს და ამ 30 კაციდან ნარჩევი ხალხი 6 ჯერ იყვნენ ოლიმპიურ თამაშებზე უკაცრავად ევროპის ჩემპიონატზე დათამაშები არც წყალი ჰქონდათ, არც ბურთი ჰქონდათ, არაფერი. რომელსაც აუზები, მცველები, გადაღები ჯგუფები ესენი ჩადიოდა ხანდახან ფორმაც არ ჰქონდათ, თუ ავად გახდებოდა სხვაზე და ამათმა ეს გააკეთეს. სამთავროების პირველობას მოიგო სამ გუნდმა, რომელ ბაზაზეც შემდეგ გაკეთდა
საქართველოს და ოლიმპიური ნაკრები, რომელმაც დაიწყო ის შემდგომი სვლა და დღეს ვართ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი. იმიტომ რომ ევროპაში მაგალითად თქვათ 10 გუნდში გასვლა, სოფლიო 10 გუნდში ყოფნა არის და ეს არ არის ცოტა ამ პატარა ქვეყანისთვის. ხო, იმიტომ რომ ბატონო მურთას არ შემიძლია არ გავიხსენო, თქვენ მაშინ ახალი დაწყებული გექნებოდა და ბატონ ვოვას არც კი ესე რომ მონაწილე ბუნებრივი არ იქნებოდით, მაგრამ შემდეგ ალბათ ნამდვილად ეკნებოდა ბატონ პეტრეს მოყოლილი, აი ეს 56 წლის ლეგენდარული სისხლიანი მატჩი უნგრელები და აი თუ მოუყოლია და რა ასრაც ბატონ პეტრესთან ასე ახლოს ახლა წელში რომ მათ ჩვენთან ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ მე ამ მატჩის შესახებ ვიცი პრესიდან და წყალბურთელების მონაყოლით და რომელიც პეტრემ და იმ პერიოდში ნოდარ გოხარიანდა მოყრენ ამის თაობაზე. ფილმიც არის გაკეთებული. ფილმიც არის. არაერთი ფილმია გაკეთებული. და და ის პერიოდია, როდესაც სოციალ-კავშირი შევიდა უნგრეთში და მოაწყო სისხლიანი ტერორი ბუდაპეშტში. და მათი ხელი დაარტყეს პეტრეს მაშინ წყალში და მაგას მოყვა პასუხი ვიღაცამ რუსმა წყალბურთელმა იმისას პროკოპიევმა დაარტყა იმათ პირველი იმად დაარტყა. არა, ჯერ რუსმა დაარტყა, ისა რუსმა დაარტყა უნგრელს. ჯერ დაარტყა, მე ვიცოდი რომ წარბი, აი იმ კადრებმა მოიარეს. ხო, სისხლიანი. ხო, აი იმ კადრებმა მოიარეს, შემდეგ ეს ჩაცხრა ეს ამბავი. და შემდეგ არ ვიცი ხა რატო, იმიტომ რომ იმათ 6 ნომერი ის იყო 6 ნომერი მათი და პეტრეს 6 ნომერი თამაშობდა და ამის გამო იყო თუ რა იყო იმათმა მე კაპიტანმა დიარმატმა დაარტყა მე უკვე პეტრეს. პეტრე მაგარ უპასუხა რა. სხვათა შორის იმის შემდეგ მე შერიგდნენ ესენი მე მგონი 2002 წელს და იყო შეხვედრა ვინ ცოცხალი იყო დარჩენილი. შერიგდნენ, შერიგდნენ და ბოდიშ მოუხადეს. სურათი აქვს გადაღებული. ვიდეოც არსებობს მაგაზე გადაცემა შეგვიძლია ნახოთ. ბატონებო, არ შემიძლია აი თქვენი ული ვერსიაზე არ კითხოთ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შვიდეული ნაკრების წყალბურთში ორივე რო ვითხა. ჯერ თქვენ ბატონო, შემდეგ ბატონო. რა ვიცი ხა ბევრს დაწყდება მე გული ხო? თუ გნებავთ ერთმანეთი შეავსეთ. არა, იყოს ორი. არა, რამოდენიმე ადამიანი არის უდავოდ იმას ვერავინ ვერ შეებრძოლება. ჩვენ საუბრობთ საერთოდ. დიახ, საერთოდ. აი ხა დღევანდელი თუ გნებავთ, თუ თვლით მიგაჩნიათ რომ დღეს ვინც არის შესაყვანია იმ შვიდეულში, რატომაც არა? ძალიან ისეთად არის თანამედროვე წყალბურთი და ეხლა ეს აბსოლუტურად ორი სხვადასხვა ის არის სპორტი. ეხლა წავიდა როგორც ხელბურთზე ანგარიშები. ჩვენ როდესაც ორი ბურთით თუ წააგებდი, პანაჟიდი იყო და სახში დაბრუნება არ უნდა კარში რა თქმა უნდა უდავოდ ლერი გოგოლაც. ეს უდავოა. ცენტრალური დამცველი რა თქმა უნდა გივიჩქონაია. მას აქ ვერ გაეკარება. ბორის მეგეთი. ეს იყო თავდადებული წყალბურთელი, მოკლედ მეომარი და რა შევადრე მაგალითად პიტბული. აი პიტბული იყო. მე მსმენია რომ მოვიდოდნენ მოწინააღმდეგეს მოთამაშეები და მე ხა თქვენო გარჩევაში თამაშს არ ვიკები, მაგრამ ბორია ჩემ წინააღმდეგ ხო არ თამაშობს ეს მითხარიო გაიგე არა და შენ გაიხარე და მიდიოდა. იმიტომ რომ ბორია მეგეს თუ კაც მიანდობდნენ სათვალე რომ ის კაცი იყო გაწამებული. თავდასხმაში მოძრავი თავდასხმელი ნოდარ გოხარია. კი. და პატივცემული ვოისელიძე. რომელიც ამავე დროს შემიძლია ვთქვა რომ უნივერსალური წყალბურთელი იყო, რაც გივიჩქონაია. ეს თუ ნოდარი მაგალითად გარკვეული მასე იყო, გივიჩქონაია და ბოვა.
ესენი როგორც კროიფი, ცენტრალური დამცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი ცენტრალური და პლეიმეიკერი. ეს კონდოთ შეთანხმებული. საშუალო დონეზე კი არა, ყველა ამ რანგში ყველგან ძალიან უმაღლესები იყვნენ, ამიტომ ეს საოცრება იყო. ცენტრი ნოდარ კურტანიძე. გამოვიდა უკვე. ნოდარ კურტანიძე, რომელიც ბოლო პერიოდით ცენტრალური თავდამსხმელი იყო. აი თუ მოსვას გამახსენებს, სოციალურ სოფლიო თასის ფლობელია. ანუ პეტრეს ადგილი არ არის. ბატონო? პეტრეს ადგილი არ არის. არა, პეტრე ცოტა ხანი ითამაშა დინამოში. პეტრე შაქრით ის რატო მაგი ანა პეტრეს არ ამბობს იმიტომ რომ თბილისში არ უთამაშია. თბილისში არ უთამაშია ფაქტობრივად. თუ ესე რა თქმა უნდა პეტრე დავაყენებთ ის ემოციებს. ჩომახიძეც რეზოც. და მაშინ ჩვენ რეზო ჩომახიძე აღიარეს სოფლიოს ევროპის უძლიერეს ცენტრალურ თავდამსხმელად. 2002-ში რუსეთს მაგან მოაგებია პრაქტიკულად. მას სისაღიარეს საუკეთესო წყალბურთელად, ცენტრალურად არა, ცენტრალურად ცენტრალურად მე ესე ვიცი. არა, ცენტრალურ თავდამსხმელი არა. ევროპის საუკეთესო წყალბურთელის წოდება მიიღო მან. ევროპის, ხო, ეს მე კარგად ვიცი. ევროპის. არა როგორც ცენტრალური თავდამსხმელი, და სოფლიოში პირველი არის. ვენდოთ ბატონ მურთას, ჩვენთვისაც კარგია. ხო, სხვადასხვა გუნდი ცვლილი არის, ახალი გუნდი შეიქმნა აპოლო. ცენტრრომელიც მონაწილეობს სადაც აბსოლუტურად პერსპექტივილის გუნდი, ის ცვლილია ერთ-ერთი და ცალკე რეზო ჩომახიძეც კიდევ ახლა კავკასიაში ვსაუბრობთ, ცალკე ფენომენია. ორი მედალი აქვს ოლიმპიურის. ესეთ ხალხს აი ვიტომ წდება გული რომ ოვას ოლიმპიური მედალი არა აქვს. რა თუნდა, ვისაც თუნდა სპორტის დამსახურებული ოსტატი. მას მინიმუმ და კონდეს ევროპის ჩემპიონატი 2 და ეს. და მე ჩემთვის ეს ყოველთვის ოლიმპიური ჩემპიონია, იმიტომ რომ მითამაშე მასთან ერთად და ვიცი როგორი შესაძლებლობების წყალბურთელია. ეს იმ შედის აი თუ ჩამოვთვლი პეტრე მშვენიერაძე, ნოდარ გვახარია, გივიჩი ქონაია, ლერი გოგოლაძე და ვოვა ისელიძე, თუ წინვალე ხუთეულს დავასახელებთ, აი ეს არის. ფერასი თოთი. თავისთავად ხადია ლერის წინვალე თამაში კარებში, მაგრამ არ ეწყინება ლერის თუ ვიტყვი რომ ხვიჩა გიორგაძე რომ მოვიდა ჩვენთან დინამოში, უდმა ამოისუნთქა იმ ხრივ რომ დადგა. და დაცვა ესე იგი გახდა უფრო მყარი ჩვენი გუნდის და იმდენად მყარი გახდა რომ ხანდახან სპეციალურად ვარტყევინებდით, ვიცოდით რომ ვერ შეაგდებდა ეს დადგებოდა და კონტრასტს ვაკეთებდა. ანუ აიღებდა. ამიტომ ხო, და ტიტულებით კიდე ყველაზე ახლა ტიტულებს თუ მივაქცევთ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ხვიჩა გიორგაძეს მეტი ტიტული აქვს და უფრო დიდხანს იყო. დაცვაში ახლა მე ვიტყოდი მე დავასახელებდი გივიჩი ქონაიას და ნოდარ კურტანიძეს. შემდეგ ნახევარ დაცვაში მურთაზიმ სწორი თქვა, ორე მეგედისნაირი კარგი დამცველი იმ ხრივ რომ აი ენდობოდა. აი ვიღაცას აი ირაკლი შეგვაძეს რომ გაუჭირდებოდა. ორეს ეუბნებოდა, მოდი რა ბორე შენ აიყვანესო რა. ძალიან უხეშია და მე ბორე შენ თქვენს არაკოს პიდროლივით ესე იგი ის კაცებს ჩააფრენდებოდა. ქრებოდა კაცი რა, ეს საოცრება. მე ნახევარ დაცვაში მომწონდა ძალიან ჯუმბერ ციკლაური. მომწონდა იმ ხრივ რომ ყველაფერს ხედავდა და ნებისმიერ დროს ზუსტი პასის მომცემი იყო. ზუსტად დაგაჯენდა ხელზე. არ უნდა იმას განახია, დაძახებოდა რაღაცა. თვითონ არ მიდიოდა ისე ამჩენდა ყველას. მე მომწონდა მისი თამაში, ჭკვიანად თამაშობდა ძალიან. ნუ შეიძლება ახლა პრეტენზიას ხებსაც ჰქონდეს, მაგრამ და თავდასხმაში რა თქმა უნდა ცენტრში ცენტრალურ თავდასხმელად თუ ლაპარაკი არის ჩომახიძე არ ჩომახიძე ჩვენთან არ უთამაშია შობა. ეს არის მაშინ თუ არ ვამბობთ მაგათ ხო მაშინ თქვენი ის არ მოგწონდათ ვოვა ისელიძე. არა ნუ ეხლა მე ჩვენთან ხო დავსახელო. უნდა დავასახელო.
უნდა დაგასახელოთ კოლეგავ და ნუ დავყარდეთ. უშენოთ ის ნოდარ გოხარას და უშენოთ და სხვა შორის ირაკლი ჩეგვაძეც მაგრად თამაშობდა ცენც. ძალიან კარგი. ძალიან ტექნიკური იყო, ხო გახსოვს? თუ ჩვენ დაჭერბოდა გოლი. ვიტყოდი, ჩვენ თუ ვასახელებთ წყალბურთს 7 დეული არ არის, იმიტომ რომ ჩვენი დროს უკვე შემოვიდა შესვლა და ფაქტიურად თანაბარი შესვლა იყო. რა თქმა უნდა, ეგ ჯუმბერ ციკლაური იყო, რა თქმა უნდა, იყო ოთარ მიმინოშვილი. მიმინოშვილი ეს სალკე ფენომენი ქართული წყალბურთის. მიმინოშვილი მოძრავი იყო, ცენტრი იყო, მაგრამ მოძრავი იყო უფრო, ხო? ქართული წყალბურთის ოდისევსი, როგორც მას უწოდა გოგელია მეთაც სტატიაში ადრეს ჟურნალისტმა, ქართული წყალბურთის ოდისევსი, მართლაც ის როგორც ოდისევსი გამოირჩეოდა ყველასგან. ბატონებო, დავუბრუნდით ჩვენ მთავარ თემას. ორივეს მინდა კითხოთ. აი პეტრე მშვენიერაძე. ტიტულით რო ავიღოთ, ალბათ მისი ვაჟი გიორგი უფრო აღემატება. ოლიმპიური ჩემპიონია. ოლიმპიური ჩემპიონია, სოფლიო და ევროპა. კი, ოზარბაზად, კი. მეორე მედალიც აქვს გონი გიორგის ბრინჯაოს მედალი. კი, აქვს ოლიმპიადაზე. კი ბატონო, და აი რა არის? ნუგზარიც მშვენიერი, მაგრამ როდესაც ვახსენებთ მშვენიერაძეს, აუცილებლად პეტრე მოგდის თავში და რო ვახსენებთ წყალბურთს, მაინც პეტრე მოგდის თავში. აი რითი იყო ეს გამოწვეული? ნუ პეტრე მშვენიერაძე ჩვენთვის წყალბურთელებისთვის იყო ეტალონი წყალბურთის და მართლაც ესე იყო, იმიტომ რომ იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ბუნებრივად ძლიერი იყო და როგორც მისი თანატოლები ხა ზურაბ ჩაჩევას სიგნი არის, სადაც თავის თავი აქვს მიძღვნილი პეტრეზე. ერთად იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად თამაშობდნენ დინამოში და ყველაფერი ზეპირად იცის და ძალიან შრომის უნარიანი და დისციპლინირებული იყო და მარტო ის არ იყო, რომ ფიზიკური მონაცემები ჰქონდა, ხვეწავდა თავის ტექნიკას და ამიტომ იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრი. მაშინ იყო სხვანაირი წესები წყალბურთში. მერე წესები შეიცვალა. ხა წარმოიდგინეთ, რომ ესეთი გოლიათი რო ყავს სცენზე და გააგდო მოთამაშე თამაშიდან. და უფლება გაქვს მთელი ტაიმი გეჭიროს ბურთი. ხო, ანუ ის არ იყო, ხო, ლიმიტი. ლიმიტი არ იყო, ესე იგი გააგდო და მთელი ტაიმი გეჭიროს. ეს ბურთი გადაეცი, გადმოეცი 5-6-ზე თამაშობ, ვერ წაგართმევენ ბურთს. შესვლაც არ იყო. შესვლის უფლებაც არ იყო. ამიტომ ესე იგი ეგ იყო, აი, რა ვიცი, ვუნდერკინდი იყო ამ ხრივ. მერე ჩვენთან რო თამაშობდა, ჩვენ წინააღმდეგ ახლა გივიჩი ქონა ეთამაშებოდა სულ და სისხლს გვიშრობდა. მოკლედ მე ახლა მაშინ არ ვეყავი, მე დაამთავრა მაშინ მივედი და მაქსოს რო ყვებოდნენ, რომ აი ყოველ გადამწყვეტ თამაშებში სპარტაკიადებზე და იმაზე გადამწყვეტი ბურთი მაგას გაქონდაო და პენალტი მაგას და მოკლედ ძალიან ძლიერი იყო. ძალიან ძლიერი იყო. ჩაგეკითხებით, სიმაღლით საკმაოდ მაღალი იყო. სიმაღლით 2 მეტრი იყო. არის 2 მეტრი, არა, იქ იმაში სიმაღლე იყო. გუნდში შევედი და 1.98 არა, ერთი ფოტო მაქვს ნანახი მე, სადაც ამოსულია წყლიდან და ეს ეგ ყველა მოდოდით ეგრე. მაგის გარდა, მაგი არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ისე მყარად იდგა ფეხზე, რომ აი ჩემ ხელა და გივიჩი ქონა ეს ხელა და ისინი რომ შევაჯდებოდით, თავისას მაინც აკეთებდა, ვერ ჩაძირავდი რა, თავის საქმეს აკეთებდა. იმდენად ძლიერი იყო ფიზიკურად. სიმაღლე არ იყო, ხო? არა, მაქსიმალურად არ ცირდებოდა, მაგრამ ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. ესევე ძლიერი იყო ნუგზარიც და გიორგიც. ფიზიკურად ესე იგი მამამის გვანდნენ ორივე რა. ნუგზარი ესეთი მძლავრი მე მგონი არ იყო. იყო ნუგზარი მძლავრი იყო, ოღონდ გიორგი უფრო ისეთი მახსოვს, რომ გიორგი უფრო მოძრავი იყო, უფრო უყვარდა თამაში, ვიდრე ნუგზარი ცოტა ზარმაცი იყო. და ნუგზარისთან ერთად მე დიდხანს ვითამაშე და კახა უფრო გონიერი. მაგრამ იცოდე რომ კახაზე ნაკლები ძალა ნუგზარის არ ქონია. ძალაზე არ ვამბობ, გონიერი იყო. გონიერი კი არ იყო, გონიერიც იყო და უფრო უყვარდა რა და ნუგზარის არ უყვარდა თამაში. ერთხელ მითხრა, ოხ ეხლა თამაში არ მქონდესო. მე ვთქვი შენ გიჟი ხარ მეთქვი ეს თამაში. არ უყვარდა რა მაინც თავის შეწუხდა. ესე ტალანტი როგორ არ იყო, მაგარი იყო ნუგზარი. ფიზიკურად ძლიერიც იყო და ტექნიკაც ჰქონდა და ყველაფერი. ძალიან
სასიამოვნო იყო და საინტერესო თქვენთან ერთად საუბარი და იმედს ვიტოვებთ, რომ უფრო ხშირად გვესტუმრებით კიდევ სიამოვნებით, წყალბურთის პრობლემთან დაკავშირებით მზად ვართ მოვიდეთ და ვისაუბროთ.